არავის არ შეგეშინდეთ არ დაეცეთ ბიჭემ ჭირდება თქვენი თავი არც ერთი არ მეცემ ბიჭემ ჭირდება ჩვენი თავი მე მაგრად ვარ თქვენ აბარა აიქცა გოგო ამ 8 თვის განმავლობაში დავრწმუნდი რომ მართლა ვაჟკაცის დედა ვარ და მეთქრად რომ უნდა ვიყო რომ ქართველი დედა ვერავინ ვერ უნდა შემარტიოს და ვერავინ რო ვერ შემაშინებს ვერც გალუშტაშვილის განჩინება და ვერ ჩვენი მთავრობის ეს ბოლო გადაწყვეტილება ვერ მომიღებს ბოლოს იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის მედგრად ვიდეკით მედგრად ვიქნები რკინის გალამნებსაც ჩავიცმევ სოფლიოს მოვივლი არ გავჩერდებ რაც უფრო მძიმეა დარტყმა მათი უფრო ძლიერდება ჩვენი სულები და დედები განსაკუთრებით. გიორგი მინდაძეს, რომელსაც ახლა 5 წელი მიუსაჯეს, ბოლო სიტყვები თქვა, რომ გამაგრდით დედებო, თქვენ შვილებს ჭირდებით. ეს ბიჭები გარეთ გამოვლენ, ჩვენ ცხოვრებას გავაგრძელებთ. ჩვენ ყველა ქართველებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ თქვენი ადგილი აქ აღარ იქნება. და ველოდით ამ გადაწყვეტილებას არ იყო მოულოდნელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც რეალობის წინაშე რო დგები, ძალიან მტკივნეულია, ძალიან აი ესეთი უსამართლობა, რასაც ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში ვაწყდებით. მე ცხოვრებაში არ განმეცდია რა და შეიძლება ძალიან მძიმე პერიოდების გავლა მოგვიწიოს, შეიძლება დღეს და ხვალეს არ დამთავრდეს ეს ბრძოლა, მაგრამ აუცილებლად ისტორია თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს და პასუხს გავცემს ყველა იმ მოძალადეს და აი ამ საშინელი რეჟიმის თითოეულ ჭანჭიქს, რომელმაც გამოიწვია ადამიანების ესეთი გამწარება. უკან რეჟიმი არ დაიხევს და არც აპირებს რომ დაიხიოს და ძალიან მწარია, ყველა ჯერზე ძალიან მწარია ამას რომ ეჩეხები, როდესაც დაუსაბუთებელი ბრალდებით კეტავენ ახალგაზრდებს 5 წლით და 20 წელიწად-ნახევრით. ეს არის ძალიან რთული. ჩვენ უკვე ხმასაც აღარ ვაგონებთ, მათ აღარ არის მნიშვნელოვანი ისინი რას გაიგონებენ და რას არა. ჩვენ უკვე ბრაზი უნდა გამოვხატოთ, ჩვენ ვერ შევეგუებით ამ ხელა უსამართლობას. თუ ყველას დიდი მადლობა. ასე ახლოს ვერ გნახავთ ყოველს. მაგრამ ჩვენ ერთი დიდი სახლი გვაქვს. რუსთაველზე და იქ შევიკრიბა. დაუშვათ ადამიანები. აი უნდა შეგეძლო.